გერმანიის ერთ-ერთ წამყვან ტელეარხზე მალე საქართველოს შესახებ ახალი სარეკლამო ფილმი გამოჩნდება. სურათის გადასაღებად გერმანელი ჟურნალისტები საქართველოში, კერძოდ თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ნახევარსაათიან ფილმში საუბარი ორ ქვეყანაზე, საქართველოსა და პოლონეთზე იქნება. RTL-ის გადამღები ჯგუფი ქვეყანაში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მოწვევით ჩამოვიდა. ფილმი დამონტაჟების შემდეგ ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდება და მისი გამოყენების უფლებაც მიეცემა. გერმანელმა ჟურნალისტებმა საქართველოს დღეს დატოვეს. We are doing a documentary. გადავიღეთ ფილმი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა. ის არის ახალი დასასვენებელი ადგილების შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ასევე ვიმყოფებოდით პოლონეთში, ბოლოს ავირჩიეთ საქართველო, მისი ულამაზესი გარემოს გამო. ფილმს ავსტრიელებთან ერთად ვაკეთებთ, რადგან იცით, რომ ისინი სათხილამურო სპორტში ექსპერტები არიან. ძალიან მოხიბლულები ვართ საქართველოთი. Really interesting and I was very nervous. საინტერესო გამოვიდა ჩვენი მოგზაურობა აქამდე საქართველოში არასოდეს ყოფილვარ. მართლა ძალიან მომეწონა ეს მთები და საოცრად მეგობრული ხალხი. გადაწყვეტილი მაქვს რომ აქ კიდევ დავბრუნდები და საქართველოში დავისვენებ. I really liked it in a good way. I enjoyed it here. ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ ჩვენი მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს საერთაშორისო ბაზრებზე, როგორც პოპულარული და მიმზიდველი სამთო სათხილამურო კურორტებისა და აქედან გამომდინარე სწორედ ასეთ პრესტიჟულ და პოპულარულ ტელეარხზე ამ სიუჟეტის გასვლით ვიმედოვნებ რომ ტურისტების რიცხვი და მათ შორის დაინტერესებას უფრო მეტად გაიზრდება განსაკუთრებით გერმანული ბაზრიდან.